მანქანაში ჯდები და გზას უდგები. სოფლის ხმაურით მიქრი ხარ. სოფლიოში არაფერი გაღელვებს. აღუწერელი თავისუფლების შეგრძნება. შემდეგ კი წინ სამოხრუჭე შუქები ინთება. ჩუმად ჩერდები. საცობი. ზოგიერთი ადამიანი წელიწადში 100 საათზე მეც ატარებს მათში. განსაკუთრებით მძღოლები ისეთ მეგაპოლისებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჯაკარტა, ლაგოსი ან ჰონგ-კონგი. და საცობები ხშირად არცაიდან უმიზეზოდ ჩნდება. შესაძლებელია თუ არა მათი თავიდან აცილება. ფანტომური საცობები და სხვა მომხიბვლელი რამ ტრანსპორტის სამყაროდან ამჯერად ვიდრე ხვალ. ყველა ზუსტ საცობები. არადა ისინი სულ უფრო და უფრო ხშირია. მაგალითად შვეიცარიაში საცობებში გატარებული საათების რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა. ქვეყნის საგზაო მოძრაობის მართვის მთავარ ცენტრში თანამშრომლებს ხელები სულ დაკავებული აქვთ. ისინი ფედერალურ ქუჩებსა და გზატკეცილებზე მიმდინარე მოვლენებს ზედამხედველობენ. ქვეყნის გზების ქსელში 5000-ზე მეტი კამერით და ასობით საზომი მოწყობილობით აკონტროლებენ მოძრაობას. მათი საქმეა მოძრაობის რეგულირება. საგზაო მოძრაობის მენეჯერები მეთვალყურეობენ შეტყობინებების დაფებს, რომლებიც გზის მომხმარებლებს აფრთხილებენ შემოვლითი გზებისა და პოტენციური საფრთხეების შესახებ. პოლიციასთან ერთად ისინი აკონტროლებენ გზატკეცილებზე წვდომას და ასევე შეუძლიათ საგანგებო ზოლების გაწმენდა. საცობებთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური ზომა 80 კმ/სთ-მდე სიჩქარის შეზღუდვა. ამ სიჩქარით მოძრაობის სქემები ყველაზე რეგულარულია. სატვირთო მანქანების ამ სიჩქარით მოძრაობენ. ეს კი ნიშნავს, რომ გასწრების მცდელობები მნიშვნელოვნად ნაკლებია. გასწრების მანევრები საცობების ერთ-ერთი მიზეზია. ეგრეთ წოდებული სიჩქარის ჰარმონიზაციისა და საფრთხის მაჩვენებელი სისტემები ზომავენ მოძრაობის მოცულობას და ავტომატურად ამცირებენ ავტომობილის სიჩქარეს საცობების დროს. შეიძლება არალოგიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც გზაზე ბევრი მანქანაა, შენელება როგორც წესი მათ უფრო სწრაფად მიიყვანს დანიშნულების ადგილამდე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა უწყვეტი იყოს. შეფერხებების დაახლოებით 80% მხოლოდ საცობებით არის გამოწვეული. როდესაც თითოეულ ზოლში საათში 1500-ზე მეტი მანქანაა დათვლილი, მოძრაობა მალევე ჩერდება. მაგრამ სხვა მიზეზებმაც შეიძლება გამოიწვიოს საცობები. საგზაო სამუშაოები 20-დან 1 შემთხვევაზეა პასუხისმგებელი. ავარიები 10-დან 1 შეადგენს. და საცობები ხშირად არცაიდან ჩნდება. მოვლენა, რომელსაც ფანტომური ან მოჩვენება საცობები ეწოდება. ისინი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ზოგიერთი მძღოლი მუდმივად იცვლის ზოლს გადატვირთულ მოძრაობაში, აჩერებს მანქანას ან მკვეთრად ამოხრუჭებს, რათა ავარიას აარიდოს თავი. ეს ქცევები იწვევს საცობების დაახლოებით 20%-ს. ფანტომური საცობების გამომწვევმა პირმა არც იცის მისი ქმედების შედეგების შესახებ. როდესაც ყველაფერი საბოლოოდ ჩერდება, მათ უკან ისინი უკვე დიდი მანძილით არიან დაშორებულნი საცობს. რამდენად სწრაფად წარმოიქმნება ფანტომური საცობები და შესაძლებელია თუ არა მათი პრევენცია. ექსპერიმენტი. 13 მანქანა იწყებს წრეზე მოძრაობას. ერთ-ერთში საგზაო მოძრაობის მკვლევარი კევინ რიელი იმყოფება, რომელსაც რეპორტიორი ტობიას მიულერი მართავს. თავდაპირველად მანქანები სიარულის ტემპით მოძრაობენ. რეპორტიორი მოთმინებას კარგავს, მკვლევარი ამბობს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. და კევინ რილი მალევე მართალი აღმოჩნდა, როდესაც ზოგიერთი მანქანა აჩქარებს, სხვები ანელებენ. სივრციდან გასასვლელად და მოძრაობის წრე ტალღებად იქცევა. რეპორტიორი და მკვლევარი ამასაც კი ხედავს. მალე მანქანები ანელებენ და ზოგიერთს გაჩერება უწევს. წინ შენელებულმა მოძრაობამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. ტობიასი აღნიშნავს, რომ მათ უკან საცობები თანდათან უარესდებოდა. არსებობს თუ არა რაიმე გზა ასეთი ფანტომური საცობების თავიდან ასაცილებლად? არსებობს რამდენიმე გზა ამის თავიდან ასაცილებლად და ზოგიერთი ზომა უკვე ხელმისაწვდომია მანქანებში. კვლევა აჩვენებს, რომ ეს მძღოლის დამხმარე სისტემებია, როგორიცაა ადაპტიური კრუიზ კონტროლი, ანუ ასისტენტი, რომელიც აკონტროლებს მანძილს წინ მიმავალ მანქანამდე. ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფის გადართვა ან ელექტრომობილები ეხმარება, რადგან მათ შეუძლიათ ბევრად უფრო სტაბილურად დამოხრუჭება და აჩქარება, რაც ხელს უშლის საცობების წარმოქმნას. შეუძლიათ თუ არა დამხმარე სისტემებს ჩვენს ექსპერიმენტში ფანტომური
ანონიმური საცობების თავიდან აცილება, ტობიასი და კევინი გადაწყვეტენ ამის გარკვევას. სულ რამდენიმე წრის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, წრიული ცვლის მანქანები იწყებენ შენელებას და გაჩერებას. შემდეგ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი რთავს ადაპტიურ კრუიზ კონტროლს და უცებ ყველაფერი შეუფერხებლად მიდის. ნუ თუ მართლა ასე მარტივია პრობლემის მოგვარება, რას ამბობს მეცნიერება? კვლევა ამბობს, რომ თუ მანქანების 5-10% აღჭურვილია ასეთი სისტემებით, შეგიძლიათ შეამჩნიოთ მნიშვნელოვანი ეფექტი. და ეს არ არის უმაღლესი მეცნიერება, ეს არის ძალიან მარტივი მძღოლის დამხმარე სისტემა, რომელიც მალე სტანდარტული გახდება მანქანებში. ამიტომ შესაძლებელია მომავალში ნაკლები საგზაო საცობები ვიხილოთ, შესაძლოა ნაკლები მანქანაც კი იყოს. თუ ავტონომიური კაბინები რეალობად იქცევა, ნაკლები ადამიანი შეიძენს მანქანას. კერძო საკუთრებაში მანქანის ქონა შეიძლება ერთ დღეს წარსულს ჩაბარდეს. მომავალში არა მხოლოდ მანქანები იქნება უფრო ჭკვიანი, ინფრასტრუქტურაც იქნება უფრო ჭკვიანი. თუმცა ჯერ არავინ იცის, თვითმართვადი ტექნოლოგიების განვითარება ნიშნავს თუ არა გზებზე მანქანების შემცირებას, თუ მომატებას. არსებობს შანსი, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი მანქანა იყოს, რადგან მაშინ შესაძლოა ყველა ბავშვსაც კი ეყოლოს ერთი. ასევე არსებობს რისკი, რომ ზოგადად მეტი მგზავრობა იქნება, რადგან ზოგიერთი მანქანა სრულად ცარიელი იმოძრავებს. მიუხედავად ამისა, არსებობს იმედი, რომ ტექნოლოგია ერთ დღეს მაინც გადაჭრის საცობებთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემას, თუმცა ადამიანური ფაქტორი მაინც დიდ როლს თამაშობს ამაში. კვლევები აჩვენებს, რომ საცობებში ზოლის შეცვლა მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მათ გვერდის ავლით გადაადგილებას, ან გას უმატებენ, როდესაც მცირე ადგილი იხსნება. რაც გვეხმარება არის ნაკლებად ეგოისტური მართვა, საგზაო მოძრაობის შესახებ, ანგარიშებისადმი, ყურადღების მიქცევა და კვლევების მოსმენა.